11 შვილი გყავთ. დიახ. რამდენი ბიჭი და რამდენი გოგო? ერთი გოგოა მათ შორის, დანარჩენი ბიჭები. დანარჩენი ბიჭები. საინტერესოა, სახელები მინდა რომ ჩამომითვალოთ ყველა თქვენი შვილის და ასევე ასაკიც. ბატონო, დაიწყოთ. უფროსი შვილი არის ჩემი, გურამი, 83 წელს არის დაბადებული. შემდეგ თორნიკე, 85 წლიანია. მერე მოდის დაჩი 99 წელი. მერე ოთო 2000. შემდეგ მარკი 2001. არ გამოგიტოვებიათ არც ერთი წელი. ხო, არა. მერე დატოვდა გამომეტოვა კაცო. მარკის შემდეგ ესე იგი მოდის ჩემი სანდრო. პარიზში ცხოვრობს სანდრო, ძალიან კარგი ბავშვია. 2003 წელს არის დაბადებული. ერთი წამით არ მინდა რომ შემეშალოს. აგერიათ უკვე? არა, ასაკი სანდროს ასაკზე ფიქრობ. 10 წლის არის, ესე იგი არა, ესე იგი უფრო გვიან არის დაბადებული. 10 თუ 11. ხო, ნუ ახლა ბუნებრივია. ძნელი არის ხო 11 შვილის დამახსოვრება თავისი დაბადების წლით და რიცხვით ცოტა ძნელი არის. როცა ამდენი საფიქრალი გაქვს, კაცთან ამდენი სამუშაო. სანდროს მერე მოდის გიორგი მერე მოდის პეტრე მერე მარიამი და ოთო თქვი აღარ მახსოვს ოთუნა თქვი და გეგა ყველაზე პატარა რამდენი წლის არის? ყველაზე პატარა არის და თათა არის სუნაბოლა რა პატარა არის 2 წლის 2 წლის. გოგო ჩამ მარიამი არის 7 წლის დიახ მარიამი არის ესე იგი მე მგონი გამოგჩათ შვილები. არა რატო აბა დავითვალოთ. ნახოთ ისინი დათვლიან როდესაც გადაცემა გავა ეთერში. აპლოდისმენტები 11 შვილის მამა და ძალიან იშვიათი მოვლენაა ეს. რამდენად ხშირად ნახულობთ თქვენს შვილებს? შეძლებიც დაგვარა და იმიტომ ვფიქრობ რომ ცუდი მამა ვარ. მიუხედავად იმისა რომ ნუ ზრუნავ შვილებზე მარტო ფინანსური მხარე არ არის მთავარი. აუცილებელია ბავშვთან კონტაქტი, აუცილებელია დრო, რასაც სამწუხაროდ ვერ ვახერხებ და აი ამიტომ ძალიან გაბრაზებული ვარ ჩემ თავზე და ვარ ცუდი მამა. მაგერა. კარგით. მე თქვენ დაგისვამთ ახლა მეორე შეკითხვას, ყურადღება, მეორე კითხვა. დიახ. თქვენი 11 შვილის გარდა უკანონოდ გყავთ შვილი, რომლის შესახებ არავინ იცის? არა, რა თქმა უნდა. ეს პასუხი არის სიმართლე. იოცა. შვილზე ვარის თქმა როგორ შეიძლება რა სესულელია. ყოფილა შემთხვევა, როდესაც იყო ამის საშიშროება? არა, მე მქონდა ეჭვი და დნმ ჩავატარე ბავშვზე და დავწუნდი რომ ჩემი იყო. კი. და შემდეგ აღიარეთ, მანამდე არ აღიარებდით? არა, მანამდე ეხმარებოდი ჩვეულებრივად, მაგრამ რო დავწუნდი, ნუ ბუნებრივია, მაინტერესებდა ჩემთვის, რომ ანუ დნმ-ის ანალიზის ჩატარება დაგჭირდათ, რომ დარწმუნებულიყავით? დიახ. ის თქვენი შვილი იყო. ეს ალბათ ჩემი ეჭვებიდან გამომდინარეა. მე რა თქმა უნდა არ შეგეკითხებით, რომელ შვილზეა საუბარი შეგნებულად. დიახ.